ვიმოქმედოთ, მიუხედავად იმისა, რომ არ ვართ იდეალურები. ჩვენი პერფექციონიზმი შეიძლება იყოს როგორც განმავითარებელი, ასევე დამანგრეველი ფაქტორი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოვიყენებთ ჩვენ მას. მთავარი აქ არის ბალანსი. ვიყოთ თვითკრიტიკულები, ოღონდ არა თვითგანადგურებამდე. გვსურდეს პროგრესი, მაგრამ არა აუცილებლად სრულყოფილება და იდეალურობა. გქონდეს მაღალი სტანდარტები, მაგრამ არა იმდენად მაღალი, რომ მოვახდინოთ საკუთარი თავის პარალიზება. მოდით დღეს ვიყოთ განზრახ არასრულყოფილები. მისცე საკუთარ თავს უფლება იყო გამაოგნებლად, მომაჯადოებლად არასრულყოფილი, ეს ნიჭია. წარმოდგენა აღარ მაქვს, ვისი სიტყვებია, თუმცა ვეთანხმები ამ სიტყვას და თამამად ვიმეორებ. რას ნიშნავს განზრახ არასრულყოფილება? თუ მაგალითად სამსახურში ვწერთ ელექტრონულ პოსტას ვიღაცას და განუწყვეტელი პროცესი ხდება ჩვენთვის ამ მეილის შემოწმება. უკვე 9 ჯერ შევამოწმეთ გრამატიკა, აზრობრივად, შინაარსობრივად და მაინც ვუკირკიტებთ, მაგალითად, ყველა მძიმე ხომ სწორად არის დასმული. გავჩერდეთ, დავანებოთ თავი ამ მძიმეს, დავაჭიროთ ხელი უბრალოდ გაგზავნის ღილაკს. გაგზავნეთ და ნახეთ, რა მოხდება. რა მოხდა? ვინ მიაპირებს, რომ შემოგვივარდეს და ლინჩის წესით გაგვასამართლოს? არა. ყველაფერი არის მშვენივრად. სინამდვილეში ეს ჩვენი ილუზიაა და ჩვენი წარმოსახვა. ხოლო გარემოს მოდით გულწრფელად ვთქვათ, საერთოდ არ ადარდებს ჩვენი არც შეცდომები მაინც და მაინც და არც წარმატებები და მით უმეტეს არ ექნება ამაზე არანაირად რეაქცია. მოდით ეს განზრახ არასრულყოფილება და ასევე პატარ-პატარა სარისკო ნაწილები ვაქციოთ ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ტვინი ამ დროს სწავლობს, რომ არ ყოფილა აუცილებელი იდეალურობა და სრულყოფილება იმისათვის, რომ ყველაფერი იყოს ისედაც ნორმალურად და ძალიან კარგად. ამის გარდა მოდით დავუსვათ ჩვენს თავს შემდეგი შეკითხვა. დასვენება ჩვენთვის ჯილდოა? ანუ თქვენ თუ ფიქრობთ, რომ დასვენება უნდა დაიმსახუროთ, ჯერ ყველაფერი უნდა მოასწროთ, ყველაფერი იდეალურად გააკეთოთ და მხოლოდ შემდეგ გაქვთ დასვენების უფლება, გარანტიას გაძლევთ, რომ თავს ძალიან ხშირად იგრძნობთ დაქანცულად და გადაღლილად. იმიტომ რომ სინამდვილეში დასვენების უფლება გვაქვს ჩვენ, რადგან ვართ უბრალოდ ადამიანები. დავიღალეთ და ვაძლევთ ძალიან მშვიდად საკუთარ თავს დასვენების უფლებას. ეს აუცილებელიც კი არა, რადგან გადაღლილი ადამიანის სხეულიც და ტვინიც მუშაობს გაცილებით უფრო მეტად კრიტიკულად, არის გაღიზიანებული, დაძაბული, უკვე მარტო საკუთარ თავს კი არ ერჩის, სხვებსაც მისდგება ირგვლივ. ამიტომ გაჩერდით და მშვიდად მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ დაისვენოთ იმის გარეშე, რომ ყველაფერი შესრულებული გქონდეთ იდეალურად. მივედით კიდევ ერთ მნიშვნელოვან კითხვამდე, რომელიც ამ პროცესში ხშირად უნდა დავუსვათ ხოლმე საკუთარ თავს. როდესაც ვაკრიტიკებთ ძალიან მკაცრად რაღაც შეცდომის ან არაიდეალურად შესრულებული საქმის გამო. ჩემს საყვარელ ადამიანს რომ დაემართოს მსგავსი რამ, აღმოჩნდეს ანალოგიურ სიტუაციაში, ასეთივე ტონით და ასეთივე რეაქციით, ემოციით დაველაპარაკები. თუ პასუხი არის არა, მაშინ საკუთარ თავს ვკითხოთ, აბა საკუთარ თავს რას ვერჩით? რატომ არ შეგვიძლია და ვერ ვახერხებთ, რომ იგივენაირი სითბოთი და სიყვარულით მოვეპყროთ, როგორც ვეპყრობით ახლობლებს და ჩვენს გარშემო მყოფებს. ამ ბოლოს ვაკეთებდი ტოლმას, ძალიან იდეალური მაგალითი შეიძლება არ არის, მაგრამ გამახსენდა. ჩემს პატარა ძმისშვილთან ერთად წავედით ბაზარში, არის 5 წლის გოგონა. შევიძინეთ ბულგარული წიწაკები. გამზადებული მქონდა სახლში 24 ცალი ხორცის ბურთულა და ძალიან ესე მკაფიოდ მქონდა დაგეგმილი, რომ 12 ცალი უნდა გავაკეთო გუფთა, ხოლო 12 ცალი ბურთულა უნდა ჩავაწყო ამ ბულგარულ წიწაკებში და გავაკეთო ტოლმა. სანამ მე ჭურჭელს როცხავდი, ჩემმა ძმისშვილმა თავისი პატარა თითუკებით ზოგიერთ ბულგარულს გვერდი ჩამოატეხა, ზოგი ჩაკბიჩა, ზოგი ერთმანეთში გააკვეხა. მოკლედ, როცა მოვიხედე უკან, დამხვდა 7 ცალი მთელი ბულგარული. და უცბად როგორც ჭეშმარიტ პერფექციონისტს პირკატა მეცა. ეს რომ არ ყოფილიყო ჩემი პატარა ძმისშვილი და ყოფილიყავი მე, მაშინ ალბათ დავუწყებდი საკუთარ თავს კრიტიკას.
რომ დაჭრისას დამეზიანებინა მაგალითად ბულგარულები, რომ რა დიასახლისი ხარ, რომ ბულგარული ვერ დაგიჭრია და ვერ მოგიბია თავი ისე რომ არ დალეწო და არ დაამტრიო, ან თუ მაგალითად გამყიდველი შემომაპარებდა რამოდენიმე ცალ გვერდ მომპალ ბულგარულს, რისთვის წახვედი ბაზარში თვალი ვერ გამოგიხელია რომ ბულგარული ვერ იყიდო 10 ცალი საღი. ჩემ თავს ალბათ ასე ვეტყოდი, მაგრამ რადგან ეს იყო ჩემი პატარა ძმისშვილი ლუკა, ამიტომ წამნახევარში გამიარა გაბრაზებამ და არა უშავს, ჩემო პატარა. გავაკეთებთ 7 ცალ ტორმას და დანარჩენს გუფთას. რა პრობლემაა? არაფერი. ფიქრობ, რომ აი ასეთი მოქცევა უნდა შევძლოთ საკუთარ თავთან, ასე უნდა მოვეპყროთ სიყვარულით და მზრუნველობით. მოდით, ახლა გავაკეთოთ ერთგვარი მოკლე შეჯამება იმ ყველაფრისა, რაზეც ვსაუბრობდით მთელი ამ ხნის განმავლობაში. ვთქვათ, რომ ჩვენ არ უარყოფთ, რომ ცხოვრებაში კარგი შედეგების მიღწევა საჭირო და მნიშვნელოვანია. ასევე არ უარყოფთ იმას, რომ მნიშვნელოვანია მაღალი შეფასების მიღება. აქ მთავარია უბრალოდ შინაგანი мотиваცია. ფრიადოსნის კომპლექსის გადალახვა და პერფექციონიზმისგან გათავისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ იმდენად ამბიციურები, როგორც ვიყავით. ჩვენ უნდა დავწიოთ თამასა, ან აღარ უნდა გქონდეს იგივე სურვილები და იგივე მოთხოვნები, რაც გქონდა მანამდე. ასევე არც იმას არ ნიშნავს, რომ საკუთარი ძლიერი მხარეების დადებითი თვისებები დავკარგოთ და ხაზი გადავუსვათ. ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს იმას, რომ უფრო უკეთესად და უფრო სიყვარულით შევძლოთ საკუთარი თავის მიღება. უფრო მშვიდად და თავისუფლად ვიმოქმედოთ. დავიწყოთ საქმის კეთება შიშის გარეშე. ვიყოთ მეტად სტაბილურები და მეტად კრეატიულები. და რაც მთავარია, ხელი აღარ შევუშალოთ საკუთარ თავს. ეს არის ჩვენი მთავარი და ძირითადი მიზანი. წარმოიდგინეთ, რომ არ არის საჭირო გმირობა და რაღაცა გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმა, პატარ-პატარა ნაბიჯების უკვე მოძრაობაა. წარმოვიდგინოთ ისიც, რომ იწყება დღეიდან ან ხვალიდან ჩვენი ცხოვრების ახალი სერია, რომლის რეჟისორებიც, სცენარისტებიც, მთავარი მოქმედი პერსონაჟებიც ვართ ჩვენ. მოკლედ, ჩვენია ბურთიც, მოედანიც და შეგვიძლია თავისუფლად ვიმოქმედოთ. ხმამაღლა ფიქრი გავაგრძელოთ შემდეგ ვიდეოებში, მანამდე გამოიწერეთ ჩემი გვერდი, გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები კომენტარებში და მოიწონეთ ჩემი ვიდეოები. დროებით შემდეგ ვიდეომდე.